პროკურატურაში დახავთ დაკითხვებზე. Აი თქვენ რამე ინფორმაციას თუ ფლობთ დაუშვათ იმ საქმის, იმ სქემის შესახებ, რის გამოც ყოფილი ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი გამოძიების კითხვებს პასუხობენ და მათ შორის მაგალითად ბატონი ქუმსიშვილი ადვოკატთან ერთად პასუხობდა. მოგესალმებით, მადლობა მოცემული შესაძლებლობისთვის. ნუ დამეთანხმებით ალბათ, რომ მთელი რამდენიმე ბოლო თვის განმავლობაში ჩვენ საუბრობდით ეკონომიკის მინისტრზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროზე და იქ არსებულ არაერთ კორუფციულ სქემაზე. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ საუბრობდით ამ ყველაფერზე კონკრეტული ფაქტებით მათ შორის გაგახსენებთ, როდესაც ბატონი კვირიკაშვილი იყო მოსული ფრაქციაში, გახსოვთ თქვენ ერთ-ერთი ჩემი პრეტენზია მის მიმართ და იყო და პირდაპირაც უთხარი, რომ ის გახდათ კორუმპირებული. ბატონ ქუმსიშვილს საპარლამენტო სესიის მიმდინარეობისას კონკრეტული ფაქტები მოუყვანე, მაგრამ მაშინ რატომღაც არავინ ყურს არ იბერტყავდა და მთელი ქართული ოცნების დეპუტაცია მთლიანი შემოდგენლობით საპასუხოდ თავს გვესხოდნენ. გახსოვთ ხო, ფიზიკურადაც მზად იყვნენ კვირიკაშვილი დაეცვათ აი ამ ასე თქვათ პოლიტიკური ბრალდებისგან, განსაკუთრებით მახსოვს ქუთაისში საპარლამენტო სესიის მიმდინარეობისას. დღეს კვირიკაშვილის სახელის ხსენებაც, ბატონი ქუმსიშვილის სახელის ხსენებაც აკრძალული აქვს მთლიან შემოდგენლობას ქართული ოცნებისას. ეს უბრალოდ ისე შეხსენებისთვის. რისი თქმა მინდა, ხალბატონო ინგა, საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეხა ბატონი ივანიშვილი ებრძვის კორუფციას, მოდით ერთ მარტივ კითხვას დაგისვათ. რომ დავიჯეროთ, რომ ბატონი ივანიშვილი ებრძვის კორუფციას, ერთი წამით რომ მინდოდეს დავიჯერო. პირველ რიგში ბატონი უჩამ ამაცაშვილი, ბატონი ფარცხალაძე, ბატონი ჯანყარაშვილი, რომლის მეცადინეობითაც 4 მილიონი ლარი დაიკარგა, გახსოვთ თქვენ სახელმწიფო წყლის კომპანიაში. ეს ადამიანები რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული? რა თქმა უნდა, აქ სხვა მიზეზი არის, რომელსაც უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. რა მიზეზი, როგორ ებრძვა ხელისუფლება დეკლარირებულად ბატონო? რა მიზეზი, ანუ რა მიზეზზე საუბრობ? უახლოეს მომავალში გამოჩნდა, მე ვერ გეტყვით რა მანევრირებას აკეთებდა ბატონი ქუმსიშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, რატომაც ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, მათი პასუხისგებაში მიცემა და მე დარწმუნებული ვარ, ისინი მიეცემიან პასუხისგებაში, როგორც მინიმუმ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრები, ეს ყველაფერი ხა უკვე იკითხება, მაგრამ მაშინ როდესაც ისინი ემსახურებოდნენ, სამე ემსახურებოდნენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესებს და ამაზე საუბრობდა ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის და თელიანად ნაციონალური მოძრაობა და არა მხოლოდ მაშინ როგორც უკვე ვახსენე პირიქით თავი და ბოლომდე თვითმართველობის რეჟიმში იყო ქართული ოცნება. ისიც კი მახსოვს, როდესაც ბატონი ქუმსიშვილის მიმართ კონკრეტული ფაქტები წარმოუადგინებდა მისი ოჯახის წევრის კორუფციაში გარიგების ფაქტები. რა ფაქტებზე საუბრობთ? ნიკა, ჩვენ დღეს ვცდილობთ გავარკვიოთ რა შეკითხვები ქონდა და სავარაუდოდ აქვს გამოძიებას ყოფილი. მე არა ვარ არც გამოძიებელი, არც პროკურორი. რა თქმა უნდა, კონკრეტული არაერთი კონკრეტული ფაქტია ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომ თავიდან ბოლომდე კორუფციაში არიან ჩაფლული და ბატონი ქუმსიშვილი დღიდან მოსვლისა, რომ ფულს აკეთებს, ბატონი უჩამ ამასაშვილი, რომ დღიდან მოსვლისა ფულს აკეთებს, ბატონი ფარცხალაძე თელმა საქართველოს, თელმა თბილისმა იცის, რომ ერთადერთი რამით იყო დაკავებული და ეს იყო ფულის კეთება. ფულის კეთება, ბატონი ჯანყარაშვილი ერთადერთი რამით იყო დაკავებული, ეს იყო ფულის კეთება და ბატონი ღარიბაშვილი ერთადერთი რამით იყო დაკავებული, ეს იყო ჯიბის გასქელებით. ეს რა ახალია რამე ამბავი, რასაც არა, კონკრეტულ ფაქტებს თუ ფლობთ თქო, ამას გეუბნებით, მე მესმის, რომ პოლიტიკური ოპონენტი ხარ და ესე ნებისმიერ შეგიძლიათ ესე განცხადება გააკეთოთ. ფაქტებს კონკრეტული, აი იგივე ქუმსიშვილი ალავიძის მიმართული. ხალბატონო ეთერი რატო? ხალბატონო ინგა, თქვენს ეთერში დაავანონსე მე მახსოვს კარგად და ვთქვი, რომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ხვალ ქუმსიშვილი მოდის პარლამენტში და პარლამენტში ვისაუბრებთ, თუ გახსოვთ. მახსოვს, კი ბატონო. კონკრეტული კომპანიის სახელი ასე თქვათ გავაცანი ბატონ ქუმსიშვილის საზოგადოებას, რომელიც არის საკუთრებაში ბატონი ქუმსიშვილის ოჯახის წევრისა და ისინი წლების განმავლობაში უტენდეროდ იგებდნენ, ასე თქვათ, ანუ შეჯიბრობითობის გარეშე ან პირდაპირ ხელშეკრულებით
ხელშეკრულებით იღებდნენ ხელშეკრულებას ხელშეკრულებაზე და ძალიან დიდ თანხაზე იყო საუბარი. საპასუხოდ იცით რა მივიღე? მაშინ მახსოვს ბატონმა ქუმსიშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მის დაქვემდებარების კონტროლქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა მედია საშუალებამ და მისმა ასე თქვათ რედაქტორთა საბჭომ გაავრცელეს განცხადება, რომ ამიერიდან უფლებას ვიტოვებთ, რომ ნიკანორ მელიას უწოდოთ ნიკანორ ცრუ მელია და როგორ იწება იყო თქვენი მხრიდან რატომ არ უნდა შეიტანა კონკრეტული რაცელი კონკრეტული აი ნიკა ერთ რაღაცას გითხავთ ბოდიში ჩაგერთვები ამაზე დაყავთ ეხა პროკურატურაში და ამაზე გადის ადვოკატთან ერთად. კი ბატონო, მარტში იყო აღძრული საქმე და ეს ცხადია იცოდა ყოფილმა ვიცე-პრემიერმაც და რეგიონალური სამინისტროს მინისტრმა. სხვა რამეს გეუბნებით. მარტში რომ იყო საქმე აღძრული, ამ დროს კიდევ ვერ დამატებით სარჩელს, რატომ შეიტანდა თქვენს წინააღმდეგ თუ კი ეს დაუშვათ არ იყო ცილის წამება. თვალის ასახვევად რა რამე გონიეთ რამე განვითარება მოყვა ერთი სული მაქვს როდის დამეძახება. ორი თვისი შეიტანა მედია აქტივობა მოაწყოს თითქოს შეიტანეს სარჩელი და დღემდე ველოდებით. გონიეთ დამიბარე ეს კონკრეტული ფაქტები და მე არასოდეს ვცდილობ არ ვისაუბრო უბრალოდ ხოლმე პოლიტიკური ფრაზეოლოგიით და ვიღაცას ასე თქვა ცილი დავსამო რა სისულელია ქალბატონო ინგა რომ უბრალოდ ცილი წამებისთვის ეხა მიგონიეთ მიჩივა და მე არა ვარ მზად ეხა კონკრეტული ფაქტები წამოვადგინო და მდიახაც მედია საშუალებამ რომლის ასე თქვა როგორც ჩანს რომელზეც აქვს კონტროლი ბატონო ქუმსიშვილმა დიახაც აი ეს ამდენადაც კი გაკადნიერდა რომ თელ ასე თქვა მათ ჰოლდინგში პალიტატივიზმზე მაქვს საუბარი და გაზეთებსაც ისინი ასე თქვა თუ ასე პალიტრა გაზეთი აქვს ხო ასე დღემდე იბეჭდება მაგალითად აი ხა ახალქალაქიდან ხო ნიკანორ მელია მოსახლეობა ნიკანორ ცრუ მელია მოსახლეობა შეხვდა ახალქალაქში აი იმდენად თავდაცვაში ჩადგენ რომ ნუ თუ ისინი თვლიან რომ თქვენ ცილი დასწამეთ კარგი თაბატონო ინგა ცილი როგორ დავწამეთ ცილის დაწამება როდესაც 4 მილიონი ლარი დაიკარგა სახელმწიფო წყლის კომპანიიდან და ბუღალტერზე გადათქვა ჯოხი და არც ჯანყარაშუმა აგო პასუხი და არც მაშინდელობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და არც მაშინდელობა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ცილის წამებაა ეს და ვინმეს ჯერა რომ ქალბატონი ბუღალტერი იყო შემოქმედი თლიანად იმ კორუფციული სქემისა რომლის მეშვეობითაც 4 მილიონი ლარი მოიპარეს არგით რა ნიკა ერთი კითხვა თუ შეიძლება აი როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ მარტში იყო სავარაუდოდ აღძრული ეს სისხლის სამართლის საქმე ეს რას ნიშნავს ანუ მარტიდან მიდიოდა ამ საქმის გამოძიება ვერ მიმარჩევთ მარტიდან კი არა რაც ეს ხელისუფლება მართვის სადავებთან მოვიდნენ მათი მთავარი мотиваცია და მათი მთავარი განზრახვა არის ფულის შოვნა ესენი არიან საშოვარზე მოსულნი ხო ესენი თუ მართა კორუფციას ებრძვიან აი ხა მე ახალქალაქიდან იცით რომ ახალქალაქში და ახალქალაქიდან ვერთვები ხო აქ არის წარმოუდგენლად ასე თქვათ მაღალი ხარისხის კორუფცია რომელიც სათავეში დგას ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ენზელ კოიანი ნებისმიერი ახალქალაქელი გააჩერეთ და გეტყვით რა კორუფციული სქემები ვითარდება დიდახანდა ერთი კენჭის არ გორდება და სხვათა შორის კიდევ ერთი ფაქტი და მართლაც მე ამაყება რომ აი ეს ადამიანი და მიხარია უბრალოდ უფრო უპრიანი იქნება ეს სიტყვა გამოვიყენო რომ აი ეს ბატონი დღეს ქართული ოცნების დეპუტატია არა და წლების წინ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ეს ბატონი და წლების წინ რა იგივეს არიზამდა ეხლა რანაირი ლოგიკა გამოდის თქვენი მხრიდან არა სხვა რამეს გეუბნები თუ ეხლა დაუშვათ კორუფციაში ადანაშაულებ ეჭვი გაქვთ რომ წინა პერიოდში იგივეს არიზამდა თუ ასე მომდენო დღეებში თქვენ იხილავთ აქ შემთხვევით არ ვარ ჩამოსული და მომდენო დღეებში თქვენ იხილავთ დამადასტურებელ ფაქტებს ეხლა მართალია პირდაპირ ეთერში ვართ მაგრამ დამიტოვეთ უფრო მისმის მაგრამ ნიკა რა გამოდის რომ თქვენ დროს წესიერი იყო ადამიანი და არა სხვა რამეს გეკითხებით თქვენ დროს იყო წესიერი ადამიანი და შეიძლება არ ქონდა კორუფციისკენ მისწრაფება ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს აქვს და დეპუტატს ყოველთვის და ყოველთვის ეკრიბა მთავარია ეს ადამიანი აი ესა თუ ეს ადამიანი შეაკავო და შემაკავებელი ფაქტორი მუშაობდეს და ხელი არ წაუსდეს ფულის კეთებისკენ. მე რასაც ეხა მივაგენი, იმაზე ვსაუბრობ და იმაზე ვისაუბრებ და რასაკეთებდა 2008 წელს ნამდვილად ვერ ცილს დავწამე 2008 და არც ფაქტები მომეპოვება, მაგრამ ფაქტია, ამას თავი დავანებოთ, თუ ფაქტია რა, ამის გამკეთებელი ადამიანი ღმერთოში არ გოს ქართულ ოცნებას ეხა. მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი ყოფილა 2012-დან 2016-მდე და 2016-დან ეხა მომდენო საფარგლო ოცნებაში იქნება. ერთი კითხვა თუ შეიძლება თავისთავად
ნამდვილად, აი, როდესაც თქვენ საუბრობთ კორუფციაზე ხელისუფლებაში, დღეს აქვს თუ არა ქართულ ოცნებას სრულიად ლეგიტიმურად იმის თქმის საშუალება, რომ კორუფციას ისინი ებრძვიან. არგუმენტად მოგიყვანენო, ჩემი მთავრობის ერთი თვისწინ რო იყო ის ვიცე-პრემიერი მყავდა დაბარებული დაკითხვაზეო. ან და ჩემი მთავრობის მინისტრიო. ანუ ეს არ არის თქვენთვის არგუმენტი? მე მგონი თქვენ განსაკუთრებით ყურადღებით მისმენთ. დასაწყისში მე ვთქვი არ არის და ვერ იქნება არგუმენტი. იცით რატომ? იმიტომ რომ ბატონი უჩამამაცაშვილი, ბატონი ფარცხალაძე, ბატონი ჯანყარაშვილი და უამრავი და თითქმის ყველა მინისტრი არის კორუფციაში ჩართული ქალბატონო ინგა. ესენი ხო არ არიან იდეით გამსჭვალუნე. ამათ ხო მართლა არ უნდათ ამ ქვეყნის უკეთესი განვითარება, უკეთესი ხვალინდებით გან ინფრასტრუქტურის მოწყობა, ან შთამომავლობას დაუტოვონ განვითარებული მაგალითად ახალ ქალაქი, ახალ ციხეში და რამე მითხარით ერთი მსხვილი პროექტი, რაც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში გააკეთეს. როგორ უნდა კი ბატონო დავიჯერებ მაშინ როდესაც დააკავებენ ბატონ უჩამამაცაშვილს, ბატონ ფარცხალაძეს, ბატონ ჯანყარაშვილს, ბატონ ღარიბაშვილს და უამრავ სხვა ადამიანს, ვის მიმართაც იყო ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, პრეტენზიებით და ფაქტებით გაჯერებული წლების განმავლობაში და მაგრამ აი საქმე რომ აღუძრეს ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრებს ეს არაფერზე არ მეტყველებს. ქალბატონო ინგა, გულახდეთ თუ მაქვს უფლება ერთი კითხვა დაგისვათ, გნებად გამეცით პასუხი, გეგმად არ გამეცით. დღეს თქვენ ფიქრობთ რომ უჩამამაცაშვილი არ არის მაგალითად გარეული ბიზნესმენის მამიდაშვილი კორუფციის სქემებში, მსხვილ კორუფციის ფაქტები უნდა მეჭიროს მე ხელში, ნიკა არასოდეს არ მეშინია. არა, უკაცრავად მე არასოდეს არ მეშინია. დადასტურება არ უარყოფა, მაგრამ ფაქტი უნდა მეჭიროს ხელში. მე ხო პარტიას არ წამოვადგენ, უაპელაციო დავიწყო ეხლა რაღაც განცხადებებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ რა ვარაუდიგათ? კარგით, ვარაუდით ვისაუბროთ. არა, ვარაუდის დონეზე მე ჟურნალისტი ვარ და არ მაქვს უფლება ვისაუბრო. მოსახლეობას დაუტოვოთ ამ ყველაფრის განსჯა. არა, მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ. კი ბატონო, უბრალოდ მე არასოდეს პასუხისგაცემას არ ვერიდები და არ მაქვს ასეთი ტანჯვები. მე უბრალოდ ფაქტები უნდა მეჭიროს ხელში და აი ამ ფაქტებიდან გამომდინარე შემიძლია მხოლოდ საუბარი და ფაქტი ეხა როცა მიჭირავს დაუშვათ რომ პროკურატურა ადასტურებს რომ დაკითხვაზე ყავდათ ერთი თვის წინ მოქმედი ვიცე-პრემიერი, ეს უკვე ჩემთვის ფაქტია და ეხა რაც ხელში არ მიჭირავს, უბრალოდ მე ჟურნალისტი ვარ და ვერ მივცემ ჩემს თავს ვარაუდების დონეზე საუბრის უფლებას. ერთი კითხვა მინდა კიდევ რომ დაგისვა თუ შეიძლება ქართული ოცნება აი რა თქვენთვის პოლიტიკოსი ბრძანდებით და ცხადია თქვენი პოლიტიკური შეფასება არის ძალიან საინტერესო. მოქმედ ვიცე-პრემიერზე კითხვებს რომ დასვამს და საქმე რო იქნება აღძრული, სადაც კითხვები აქვთ მოქმედ ვიცე-პრემიერზე. არა, სხვა რამეს გეუბნებით. ეს რას ემსახურება? ეს არის პოლიტიკური თავის ქართული ოცნების ქალბატონო, რას ემსახურებოდა რომ ქართული ოცნების მიერ არჩეულ წარმოდგენილ ქართული ოცნების ლიგებიდან პრეზიდენტს გამოსახლებას უპირებდა ბიძინა ივანიშვილი. რა ვიცი, რთულია ამ კითხვაზე პასუხი გაიცეს. რა მოტივაცია დგას ამ ყველაფრის უკან? თორე ისო კორუფციული სქემები ყველა სამინისტროში იხვეწება. ამ დღეში პრაქტიკულად მართლა წამლად არის, ასე ვთქვათ, მოსაძებნი ისეთი ტენდერი, რომელიც ობიექტურად და მიუკერძოებლად ტარდება, ეს მეგონი არავისთვის არ არის ახალი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმას, რაც უკვე ორჯერ ვახსენე. ის რაც ყველამ ვიცით. ბატონი მამაცაშვილი, ბატონი ფარცხალაძე, ხალხო, ფარცხალაძეს გარეშე და უჩა მამაცაშვილის გარეშე ერთი მატარებლის შემოადგენლობა ვერ გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში. თვით ბრუნვაში თავიდან ბოლომდე არის ჩართული ბატონი მამაცაშვილი. ბატონი ჯანყარაშვილი ვახსენე, ხო? აი კონკრეტული ფაქტი, კი ბატონო, ვისაუბროთ, გადაღეჭილი გაქვთ თქვენს და უამრავ ადამიანმა ყველა მე მგონი ვიცით. ხო, მაგრამ ჯანყარაშვილი დიდი ხნის წინ გაუშვეს პარტიიდანაც და არა გაუშვეს სახლიდან და როგორ ასია გაუშვეს რასია გაუშვეს სახლიდან სახლში გაუშვეს და კორუფციული სქემა გაიხსნა და გაიშიფრა და სახლში გაუშვეს ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ჯანყარაშვილი და ერთ ასე ვთქვათ საწყალ ბუღალტერზე რომელიც ბრალეულობას ნამდვილად დადასტურდა მაგრამ მხოლოდ ის ეულად ამას ვერ გააკეთებდა და რა სახლში გაუშვეს და არაფერში არ არის ჯანყარაშვილი და არაფერში არ არის ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი და მოადგილე 4
შორის ინფრასტრუქტურის მაშინდელ მინისტრზე ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ ქონდა ინფორმაცია, თითქოს მასთან კითხვები ქონდა გამოძიებას, მაგრამ მე ეს არ დადასტურდა. არა, ესეც ფაქტი უნდა დავაფიქსირო, კი ბატონო. მე ვერაფერ მე ეხა პირდაპირ თუმცა წინა დროის მინისტრების დროინდელ ამბებზეც არისო საუბარიო, ალავიძემაც თქვა თავის განცხადებაში და ქუმსიშვილმაც. კი ბატონო, მე ვინ იყო წინა სად არის ის წინა მინისტრი? გასაგები. რა გვარი იყო შავლიაშვილი თუ არ გასაგები. ერთი სიტყვით თაბატონო ინგა, მე არაფერს ახალს არ ვამბობ და ვერ ავარ ორიგინალური. ყველა ვიცით რომ ქართული ოცნების ძალიან ბევრი აბსოლუტური უმრავლესობა სამწუხაროდ ხახნო ეს რეალობა გვაქვს დღეს მაღალჩინოსნების არიან ფულის კეთებაზე გადასულები განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, როდესაც მათ აქვს ძალიან მყარი განცდა, რომ ცოტა ხანში ისინი უბრალოდ არ იქნებიან ხელისუფლებაში და არიან მოსწრებაზე. და რა გაძლევთ მაგის იმედს, რომ არ იქნებიან? არ მითხრათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოვიგებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წავიდნენ ხელისუფლებაში. მათ შორის რატომ გონიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს თქვენ დაგიჭერენ, თქვენს გარდა სხვა ოპოზიციური პარტიებიც აკენებენ კანდიდატურას, მაგალითად დავით ბაქრაძე იქნება დასახელებული, თუ არ ვცდები შაბათს, ზურაბ ჯაფარიძე, ნინო ბურჯანაძეც როგორც ვიცი აპირებს, შალვა ნათელაშვილი, ანუ ალტერნატივა ვისაც არ უნდა ხელისუფლება, შეიძლება სხვაგან ეძებონ და არა თქვენთან. აი. ქალბატონო ინგა ნახოთ ეხა რატო ვეჩხუბოთ ერთმანეთს. არა, არ ვჩხუბოთ, დაგჭირ დღეს ყველა კითხვას თქვენ და თქვენი წინამორბედი მეუბნები დაგიხვასვამ. ჩემი საზრით თქვენ უფრო მეტ საუბრობთ, ვიდრე მე არ მაძლევთ საშუალებას თან მინდა ვისაუბრო, მაგრამ ვერ ვავითარებ აზრს. თუ შეიძლება მეორე რედაქტორიც ვიშოვე ესე იგი. კი ბატონო. გისმენთ? არა, მინდა კითხვაზე, რომელსაც მისმენთ, პასუხი გაგცეთ, კი ბატონო. სამთვეში არის არჩევნები, ჩვენ ერთი ძალიან ძლიერი დამაჯერებელი ჩემთვის ნაბიჯი გადადვით გამარჯვებისკენ, როდესაც 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგენთ ძალიან ძლიერი, მართლა ძალიან ძლიერი და გამორჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი, გამორჩეული თავისი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ერუდიციით, განათლებით, საქმის კეთების უნარით და სხვადასხვა თვისებებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ თვისებებით, რომელიც დღეს ნამდვილად ფასობს. ეს ადამიანი არის შემკული. ეს ადამიანი ბატონი გრიგოლ ვაშაძე დიახაც შესაძლებელია ძალიან მაღალი ალბათობა ამისა, რომ გახდეს შემადუღებელი დაპირისპირებული სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისა. ამ ადამიანს აქვს ეს უნარი ყველა სხვა დამსახურებასთან და ღირებულებებთან ერთად. ამიტომ მიმაჩნია, რომ მომდენო სამი თვე იქნება გადამწყვეტი. ამისათვის, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შრომა გასაწევი, მაგრამ შანსი იმისა, რომ ოპოზიციური კანდიდატი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, წელს არის იმდენად მაღალი, როგორც არ და რატომ არ უჭერთ ერთიან კანდიდატს? ეს ჩემი ბოლო კითხვა. აი უყურეთ გამოკითხვებში, რომელსაც ყოველთვის ენდობოდა, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, საუბარი მაქვს NDI-ზე და AIDA-ზე, მაგალითად წამყვანი ერთ-ერთი ადგილი, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციურ ლიდერებს შორის არის დასახელებული დავით ბაქრაძე. ევროპული საქართველო აპირებს მის დასახელებას. გაერთიანებული ხავით მის გარშემო, თუ დაუშვათ რეიტინგული ლიდერი გინდოდათ, რომ შეგეჯიბრებინათ ოცნებას. თქვენ თუ ამას გააკეთეთ რეიტინგული, ჯერთიც ეს არ იყო ის კვლევა, ვის მიცემ ხმას. არა, პარტიების ლიდერების რეიტინგებზე გეუბნები. მარტივად, აი ამ კითხვაზე, პარტიების ლიდერებს და ამ კითხვაზე მაგ პასუხი ბატონ დათო უსუფაშვილს. ქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი თუ არ ვცდები. მარგულაშვილზე მაღალი. და მახსოვს საბურთალოზე გავიდა მესამე ადგილზე. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაიქცევა ელექტორალურ ხმებში, ეს ერთი. მეორე, თუ რატომ ისინი არ უერთდებიან ამ ერთობას და ამ გაერთიანებას, ნუ მათ თავიანთი ხედვა აქვს და ისინი ფიქრობენ, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს და მე რახან მათ ეს თქვეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მეორე ტურში დაუჭერენ მხარს ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. მადლობა ნიკა, დიდი მადლობა ჩვენთან ვიყავით წარმატება